Ხემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დრო. მე ჟურნალისტი ლიკა მეგუცნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზიარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში? ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში უკვე რამდენიმე წუთში გიბრუნდებით სტუმართან ერთად. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 9 ოქტომბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ მაია აქვავივას და მანანა კაზაკოვას. მომავალ წელს გაზაფხულზე მანჰეტენზე ახალი ქართულ კოშერული რესტორანი გაიხსნება. ობიექტის დამფუძნებელი ქართველი ემიგრანტი მაია აქვავივაა ქალი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის შემდეგ სრულიად განსხვავებული პროფესიიდან, პლასტიკური ქირურგიიდან რესტორატორობამდე გზა 2013 წელს დაიწყო, როდესაც ნიუ-იორკში პირველი ქართული რესტორანი ოდა ჰაუსი მანჰეტენზე გახსნა. უკვე არსებულ რესტორანსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ქალების ნარატივში მაია აქვავივა თავად ისაუბრებს. თეატრის სახელოსნო 42 სივრცეში გაიხსნა აკადემია სახელოსნო 42, რომელიც იმ მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საჯარო გამოსვლის ხელოვნებით, მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ასწავლის. უფრო ვრცლად თუ რა მიმართულებებს აერთიანებს აკადემია სახელოსნო 42, იდეის ავტორი და აკადემიის დამფუძნებელი მანანა კაზაკოვა ისაუბრებს ქალების ნარატივში. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ღობილ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და საქართველოდან ოკეანის მიღმა ვინაცვლებთ. მალე მანჰეტენის შუაგულში ახალი ქართული კოშერული რესტორანი გაიხსნება. მისი დამფუძნებელი ქართველი ემიგრანტი მაია აქვავივაა ქალი, რომელმაც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ კარდინალურად შეცვალა ცხოვრება. წარმატებული პლასტიკური ქირურგიდან რესტორატორობამდე გზა გაიარა და 2013 წელს ნიუ-იორკში საკუთარი პირველი ქართული რესტორანი ოდა ჰაუსიც გახსნა. სწორედ აქედან დაიწყო ახალი ეპოქა ოკეანის მიღმა ქართული კულინარიისთვის, რომლის განვითარებას დინამიკასაც ჩვენი დღევანდელი სტუმარი არაჩვეულებრივად უწყობს ფეხს და შესაბამისი ნაბიჯებითაც პასუხობს. მაია აქვავივა ოდა ჰაუსის დამფუძნებელი არის ახლა ჩვენი სტუმარი, ვუთმობთ საქმიან ეთერს და თემაზე ვცვლად და დეტალურად მასთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. მაია, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და რაღაცა ისე დაემთხვა, რომ აქ იყავით და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებდით თქვენთან გასაუბრების, იმიტომ რომ თქვენს მიღმა ძალიან საინტერესო ბიზნეს ისტორია დგას, რომელიც მათ შორის ორ კარდინალურად განსხვავებულ პროფესიას აერთიანებს და თქვენი ამერიკული გზა. ვიცი რომ არ იყო მარტივი ეს ყველაფერი, ცხადია 18 წლის წინ კიდევ უფრო სხვა რეალობაში ვიყავით და მაშინდელი ემიგრაცია დღევანდელისგან განსხვავდება და ბაზარიც რაღაცა ნიადაგის მოსინჯვის ეტაპი იყო განსაკუთრებით ამერიკაში. თქვენთვის როგორი იყო ამ გზის გაკვალვა? რა სირთულეები, რა შესაძლებლობები დაგახვედრათ მეორე მხრივ ამერიკა? გამარჯობა, ჯერზეთი ყველას მოგესალმებით. მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით. ჩემი ისტორიით ემიგრაცია არავისთვის არ არის მარტივი, მით უმეტეს როცა რაღაცის გაკეთებას იწყებ. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც შეგიძლია დაანახო სხვას, რას აკეთებ და დაგიფასდეს შენი შრომა, დაგიფასდეს ვინ ხარ, ანახო რაღაც ახალი და მოვიდეს ადამიანი ესეთ გაოცებული, გაკვირვებული, რომ ვაუ, ეს რა არის. მე 2013 წლის 5 მაისს გავხსენი პირველი ოდა ჰაუსი მანჰეტენზე. ოდა იყო პირველი ქართული რესტორანი მანჰეტენზე და ფაქტიურად მოვიდა გახსნის დღეს მოვიდა მთელი ქართველობა თავის მეგობრებით, არ ვიცი ვინ არის იყო. და ვივაჭრეთ ძალიან ბევრი, იმ დროისთვის ძალიან ბევრი იყო 2000 რაღაცა დოლარი ვივაჭრეთ. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მახსოვს მეორე დღე, ორშაბათ დღეს ვივაჭრეთ 26 დოლარი. 26 დოლარი, ანუ ვიღაცა შემოვიდა ალბათ ერთი ხაჭაპური რაღაცა დალია ერთი ჭიქაღვინო და აი ყველა იყო როგორცი, აუ მაი და რაღაცა რა გოშველება და მეთქი ნუ გეშინიათ. მე თქვენ აქ რიგს დაგიყენებთ და თქვენ ნახევარი არ იყო გასული. შემოდის ჩემი მომტანი და მაიო და მეთქი რაღაცა მოხდა და რიგი გვაქვს გარდა ხალხს ვერ ვსვავთო. ეს იყო გახსნიდან თქვენ ნახევარში. ფაქტიურად იცით რა არის? ის რასაც ჩადებ სამყარო უკან გიბრუნებს.
goes around comes around ყოველთვის ესეა მე ჩავდე ეს სიყვარული ეს ყველაფერი აბსოლუტურად აი იქ და მივიღე ხალხისგან სიყვარული და რა ვიცი ნიუ-იორკს მივეცი ახალი გემო აბსოლუტურად ახალი და დაიწყე სპიცის შედარება ხაჭაპურთან და მე ისევ ამერიკელები ჩაერიან რომ აბსოლუტურად სხვა არის ხალხო რა სად მიდიხარდო სად იმერული სად აჭარული სად მეგრული და აი პიცა და ეს აქამდე მისვლა იყო საკმაოდ ძალიან ძნელი აი აბსოლუტურად რომ შენი თავი გეპოვნა უნდა იპოვო შენი თავი მე აქ პლასტიკური ქირურგი და ჩავდივარ და ვის დაკარგვი ხარ არავის არ უნდა შენი დიპლომი ეს თავიდანვე გქონდათ ასე ვთქვათ გეზი აღებული ჰორეკას ჩემ ცხოვრებაში მოხდა რაღაცა რომ მე უნდა წავსულიყავი როგორც მეძებნა ახალი სიტუაცია ახალი გზა ცხოვრების და გამოვიდა ისე რომ მოხვდი ამერიკაში კონფერენციაზე მიმიწვიეს პლასტიკური ქირურგიის კონფერენციაზე რომელსაც ფაქტობრივად ყოველ წელს დავდიოდი წავედი და დავრჩი ძალიან დავტოვე წინახევრის შვილი ხო და ის იყო ყველაზე საშინელება რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა 1%-იც რომ მქონოდა მას არ გავაკეთებდი თუმცა ამერიკული ბაზარი ზუსტად ამიტომ არის მართლა რაღაც ამერიკული ოცნება ეს ტერმინი რომ ადამიანებს როცა აი ამ მდგომარეობაშიც მიდიან და მე გეტყვით იცი რა არის ძალიან ბევრი დრო მქონდა მაგაზე საფიქრად რატო ხდება ეს იცით რატო როცა გადიხარ კომფორტის ზონიდან როცა გარშემო იცვლება ყველაფერი შენს გარშემო ადამიანების სიტუაცია შენი პროფესიაც კი და ხარ სადღაც იცი რაღაც მოფერპატე ფოთოლი შუა ოკეანეში რა უნდა გააკეთო აი მობილიზდება მთელი სამყარო შენი ტვინი აი კუთხეში რომ მიგაყოლტებს ბედი ხო იცი აი ესე რო ხარ და არ იცი რომ ვაუ და უცებ ის რაღაცა მოდის აი ის უნდა დაიჭირო რომ შენი ვითომ და შავი ზოლი ასაფრენ ბილიკად აქციო და ალბათ ესე მოხდა ჩემ ცხოვრებაშიც რა დავიჭირე ეს ზოლი როგორი იყო პროცესი როცა ქართული გემო უნდა გაგეცნოთ ამერიკული ბაზრისთვის და აი ესეც როგორ მოახერხეთ რომ დღეს უკვე იმდენად მზარდი მოთხოვნა არის რომ მიწოდება საგერ უკვე მეორე რესტორანი დაჭირდა რომ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა ფაქტიურად ეს უკვე მე ამერიკაში მეხუთე რესტორანია. მეხუთე თქვენი? ეს წესი როგორია ასეთი მზარდი ექსპანსია? იცით რა არის? ხო გეუბნებდი, აი 2013-ში არავინ არ იცოდა ქართული გემო რა იყო. და ყველა მართლა ჩემი წინააღმდეგი იყო ოჯახი მეგობრები, რომ სად მიდიღ, რას აპირებ? არავინ არ საქართველოს არ იციან, სადა და შენ გინდა რომ აი რაღაცა ჩაკაფული, ხაჭაპური, ხინკალი. აი მეთქი მინდა, მე და იმან ვიცით და აი ჩვენ გავაკეთეთ. იცით რა არის? გემოვნების რეცეპტორები აქვს უყველას. აბსოლუტურად უყველას. გააჩნდა ფერის, რასის, რელიგიის მიუხედავად. შენ თავარია მიეცი გემრიელი. უნიკალური და მე ადამიანები თვითონ მოდიან ამ გემოზე. ეს მივეცით, მივეცი სიყვარული, ვანახე ქართული სტუმართმოყვარეობა, ქართული ღვინო, მე ერთი ბოთლი ღვინო არ გამიყიდია, სხვა. შემძე დავიფიცო. ეს თანამშრომლობთ ქართულ მეღვინეებთან? რა თქმა უნდა. აქედან ჩავგვაქვს უამრავი ქართული ღვინო, სუნელები, რაღაცა ნაწილი ყველის მიმაქვს, რაღაცა ნაწილს იქ ვაკეთებ, ვიჩინას მე ვაკეთებ, მე გამომყავს, ყველს მე ამომყავს. იცი, აი ძალიან ბევრი რაღაცა არის, ის რაც ადამიანმა აი შეუძლებელი არაფერი არ არის. ეს ხუთივე რესტორანი არის ნიუ-იორკში? ხუთივე არის, ერთი ნიუ-ჯერსში იყო, დაიკეტა, დანარჩენი ნიუ-იორკში და ზოგი დაიკეტა. პანდემიის დროს პირველიოდა დაიკეტა, იმიტომ რომ პანდემიის დროს მთელი სამყარო დაიკეტა და მე როცა უკვე გავხსნეს ფლობელებმა მოითხოვეს რომ ჩვენ გადაგვეხადა სრული ყველაფერი რაც დაკეტის დროს უნდა გადაგვეხადა ფაქტურად ქირა და რა ნუ რა თქმა უნდა უარი ვთქვით ამას ჩვენ გახსენილი ქონდა აფერის საიტზე აი ეს ოდაი ხარ რომელიც ფუნქციონირებს მაგის მერე გავხსენით ბრუკლინში ნიუ-ჯერსი მანამდე იყო კიდე გახსნილი და ფაქტობრივად აი ამ პანდემიამ და დისბალანსმა ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა მარტო ჩემს მთელ სამყაროს შეექმნა და მით უმეტეს ჩვენ ერთი პატარა ციცქნა 200 ქართველებისაც. დღეს ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები და მათ შორის ქართველების წილით საინტერესოა და სხვადასხვა საერთაშორისო მოგზაურობს, იმიტომ რომ მანჰეტენი გულია ხო სამყაროს. ჩვენ გახსნიდან ფაქტურად 5 თვეში
გიდში მიშელინის გაიდში შემიყვანეს. მე ვარ მიშელინი წერდა ჩემზე, ძალიან ბევრჯერ დაწერა და კიდე პლუს გვაქვს დანაჩანგალი, silver, იქ არის ვარსკვლავი და არის, იცით ხო, მიშელინს აქვს ვარსკვლავი და აქვს დანაჩანგალი, ჩვენ გვაქვს დანაჩანგალი. და ვართ მიშელინ გაიდში 2013 წლიდან წარმოიდგინეთ. და თან ეს ყოველწლიურად ჭირდება შენარჩუნება და ახერხებთ რომ მაგას ვახერხებთ. და ყველაზე კარგი და ის არის რომ ჩემი მომხმარებლის 90% არიან უცხოელები. ნუ ძირითადად ამერიკელები. ის 10%-ში შედის ქართველები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კიდე ქართული სამზარეულო ყველას უყვარს. რამდენი რესპუბლიკა ვიყავით, ყველასთვის ქართული სამზარეულო იყო ყველაზე პირველი. და ფაქტურად ქართველებიც, აი ხო ძალიან ცოტა ნაწილი, ნუ 10%-ში შედის ის ქართველები. ცერა ქართველებს როცა დაბადების დღე აქვს რაღაცა გადასახადი, ეს კიდე ყოველდღიურობაში რატომაც მოიკოჭლებენ ქართველები რესტორანში სიარული. ანუ ძირითადად ამერიკელები არიან ჩემი მომხმარებლები. მოდის თქვენი წინ. როგორი არის ასე ვთქვათ დინამიკა ზრდაში მომხმარებლის მოთხოვნის ინტერესის თავისთავად, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია რომ ბიზნეს კონდეს რესურსი დარჩენილი გაფართოებისთვის, განვითარებისთვის. ძალიან მზარდია ქართული სამზარეულო და ღვინო, აი დღესდღეობით აი 2013-ში ხო იყო აი აქ და დღეს დგას აი აქ. ფაქტურად აი წლების განმავლობაში ისეთი ნახტომი გააკეთა რომ აი თვითონ მეც ვერ წარმოვიდგენდი რომ აი 2025 წელს ქართულ სამზარეულოს ასეთი დაფასება იქნებოდა. იხსნება უამრავი ქართული რესტორანი, იმიტომ რომ მოთხოვნა უკვე იცით, აი რომ ხედავს ადამიანი რომ გინდა ვთქვათ ბიზნესი გააკეთო, ხო? და ხედავ რომ აი აუ მაიასთან როგორი ის არის, რა სასტავი დადის, ხედავ როგორი ამბავია და აუ სავსეა. ეს კი ქართული სამზარეულო ბაზობს. ესე იგი ქართულზე მოთხოვნა და ისე არაქართველები ხსნიან ქართულ რესტორანს. წარმოიდგინეთ, ხა ქართულმა როგორ არ უნდა გახსნას ქართული. ანუ ეს აღარ არის რაღაცა ცოტა ისეთი უცხო და გაუგებარი, ეხლა ძალიან შეიძლება ინტერესის მომგვრელი იყოს, მაგრამ ამოუცნობე, არის ნაცნობ გემოდ აღიქვამენ უკვე. იცი უკვე ნაცნობ, აბსოლუტურად რომ მოდიან, ეხლა მე მყავს უფრო უკვე ჩემი კლიენტურა, რომელიც ჩემთან ჭამს, იციან ყველაფერი და მოდის პირდაპირ, აი ეს უნდა, ის უნდა. მაგრამ არიან ადამიანები, რომელიც როგორ მოდიან, იცი რომ აი სადღაც ჭამეს, ის გასინჯა ძალიან გემრიელი იყო. მე ჩვენთან ძალიან ბევრი ტურისტი არის ნამყოფი, ტურისტად ამერიკელები საქართველოში და უკან ჩამოსულებ მე აი იქ ვჭამე და მოდიან მადლობა, რაღაცა სიტყვები იციან, ამას გეტყვი ხინკალი, რაღაცა და იმას ყველაზე ხშირად რა კითხვებს გისვამენ? ან რა კერძებს ითხოვენ? ეს საინტერესო ამერიკელები. მოთხოვნადი არის და ყველაზე გაყიდვადი არის აჭარული ხაჭაპური, ჩაქაფული, ხინკალი, წიწილაშ ქმერულად. და ნამცხოვრები. აი ყველაზე გაყიდვადი არის აი ეს საჭმელები. ანუ ხო რეიტინგს ხო ვაკეთებთ ჩვენ კვირის ბოლოსთვის თვეში ერთხელ მაინც რომ რა გავყიდოთ. მე მიყვარს ძალიან ნოვატორული რაღაცები, ახალ გემოებს ვიგონებ და რაღაც ახალ ქართული გემოთი, ოღონდ სხვა ინგრედიენტებით, სხვა დამატებებით, ჩემი რეცეპტებით, მოკლედ. კარგია, იცი, როცა შენ თვითონ გაქვს ამის ასპარეზი, რომ სამზარეულოს შედი და გააკეთე რაც გინდა. აი, გულით ხო მიხვდი რაღაცა, არავინ არ გეტყვით, ესესი არა, აი გულით. აი, გულით რასაც აკეთებ, იმას აი გულით ვეპასუხობს, მე სუყვება. და რამდენად გყავთ განმეორებადი სტუმრები, რაც თავის მხრივ ბევრი რამის მანიშნებია. ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ყავს ესეთი. გვიბრუნდებიან. ეგ არის მთავარი, იცით, პირველად მოვა ადამიანი ინტერესისთვის. მოვა შეჭამს და აი მეორეჯერ რომ მოვა, აი მესამედ რომ მოვა და ვიღაცას მოიყვანს, ეგ უკვე კი, აი ამიტომ გითხეთ ზუსტად. ეხლა მეორე რესტორანზეც გადავიდეთ, რომელიც გეგმაშია და გეგმაში გვაქვს. მოგვიყევით მთლიანად კონცეფციაზე, რაც ხო, ეხლა როგორ ის მე მყავს ძალიან ბევრი ებრაელი მეგობრები, ქართველებიც არიან, უცხოელებიც არიან. და ეს ლეა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, თვითონ აცხობს ფანტასტიურად და მთელი ცხოვრება უნდა რომ გააკეთოს რესტორანი.
და აი მე ხვეწება რომ მოდი გავხსნათ ქართული ქოშერ რესტორანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ახლა თუ ქოშერი არ ახარ, შეიძლება შეჭამო თქვა ლობიო, რაღაცა ვეგეტარიან რაღაცები და ვერ შეჭამ თქვა ხორცს, ხო? რაღაც ან ერთად ძალიან ბევრი ნიუანსი არის ქოშერსა და ჩვეულებრივ შორის. და შევთანხმდით, რომ ეხლა რაღაცა ფართი გვაქვს მოძებნილი და იმედი მაქვს ეს ფართი გაგვიმართლებს. ესეც მანჰეტენზეა? მანჰეტენზეა. და გვინდა რომ გავაკეთოთ. ეს არ იქნება გრანდიოზულად დიდი, იქნება სადღაც 70-80 ადამიანისთვის, მაგრამ იქნება პირველი ქოშერი ქართული რესტორანი და რომელსაც აი მთელი სული და გულით ელოდებიან ქართველი ებრაელები. რამდენად დიდ საინვესტიციო პროექტი ან გვაქვს საქმე, რამდენი ადამიანი დასაქმდება და სტაფით თუ ყავთ უკვე მოაზრებული? სტაფი მყავს, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ამერიკაში უფრო ადვილად პოულობს და ვიდრე საქართველოში. კადრების დეფიციტი არ აღწევს ოკეანის მიღმა? იქ უფრო არა. მე მგონი ვისაც რამე შეეძლო, ყველა იქ წავიდა. ხო, სერიოზულად. რაც შორის საქართველოდან? საქართველოდან ვიძახი, იმიტომ რომ მე აქ შევეჯახი რაღაცა სიტუაციას, რაღაცას გაკეთებას ვაპირებდი, რაღაც ცოტა ის კადრები ვერ ვიპოვე და ძალიან გამიკვირდა რომ საქართველოში ვერ ვიპოვო მცხობელი, ვერ ვიპოვო ხინკლის გამკეთებელი. ძალიან ბიზნეს BMG-ს ეთერში სხვათა შორის სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი ხშირად უკვე მრავალი წელია, მათ შორის პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით აჟღერებს აი გამოწვევას. მე პირველად შევეჯახი ამას, თორე იქ დღე არ გავა რომ ვიღაცამ არ დამერკოს. აუ მაიცი, ჩემი ახლობეც ვიღაცა ჩამოვიდა. აუ მაი ეს ვიღაცა გეხოცები რა იქნებ ნახო, იქნებ მოგეწო. იქ არის უამრავი კადრი წასული. აი დეფიციტია. ისე მანჰეტენზე, ხო, ანუ დაახლოებით რამდენი ადამიანს დაასაკეთებს? დაახლოებით აი ამ დონის რესტორანს სამზარეულოში ჭირდება სადღაც 7 ადამიანი თავისი ჭურჭლის მრეცხავით და წინ 5 სადღაც 13-14 ადამიანი იქნება დასაქმებული. რამდენად დიდ ფართობს მოიცავს, რამდენად ბევრი ადამიანის მიღება შეგიძლიათ ერთდროულად? ეს ეხა რომელსაც ვიღებთ square feet-ებში არის. ან 500 square feet. ანუ უკვე იქეცით ამერიკელად. ეგ არის ყველაზე ცუდი რაღაც, ჯერ იმას ვერ მივეჩვე და ეხა სულ ანგარიშობ ხოლმე რომ გადმოვიტანო ის აკეთებ. ყოველ შემთხვევაში გრამები და კილოგრამები ადვილად იქნება შესაძლებელი რომ ადამიანები მოვიდნენ. კი რა თქმა უნდა 70-80 ადამიანი სავსებით ნორმალური არის. და ბოლოს ერთსაც კითხავთ, სამწუხაროდ ბევრი დრო აღარ გვაქვს. მანჰეტენი როგორც რაღაცა ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში იქცა ქართული ბიზნესების თავშეყრის ადგილად. მესმის რომ ეს არის რაღაც მიზიდულობის ცენტრი ერთგვარი, მაგრამ თან იქნება არაერთი გამოწვევა, ხო? იგივე ქირის ხარჯი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რატომ არის, მაინც რატომ ირჩევენ მანჰეტენს? სოფლიო ჯიპია. აი სოფლიო ჯიპია მანჰეტენი. უბრალოდ თუ გინდა ყველაზე გემრიელი, რომელიღაცა ქვეყნის საჭმელი ჭამო, მანჰეტენზე შეჭამ. დამიჯერე ყველაზე მაგარ პიცას იქ უფრო შეჭამ, ვიდრე სადღაც გინდა სიცილიაში, სიცილიურ პიცას. აი ლაზანიას, გინდა ფრანგულს, გინდა იტალი, არ აქვს მნიშვნელობა, იცი, იმიტომ რომ ხალხი როცა ჩამოდის და უნდა რომ ბიზნესი გააკეთოს, ხო? თელს სულს, გულს, ყველაფერს დებს შიგნით, რომ ეს იყოს ვაუ, ეგეთი. და ამიტომ ყველაზე გემრიელს იქ შეჭამ, ყველაზე უნიკალურს იქ ნახავ. და ამიტომ არის მანჰეტენს, აი როგორც ფუტკარი ესევა ხოლმე რაღაც თუმცა რჩება რესურსი, რომ კიდევ და კიდევ ახალმა ბიზნესმა ისევ დაიწყოს რესურსი. ამოუწურავია. აი ოფიციალური მონაცემებით დღეში თავის შემომსვლიან გამსვლელიანად 12 მილიონი არის ნიუ-იორკის მოსახლეობა. ანუ მე ვიძახი რომ შემოედინება სადღაც 4-5 მილიონი ადამიანი, მე ვიძახი ყველა ხუთივე ბოროს და მანჰეტენს ერთად. აი წარმოიდგინეთ, ეხლა ამდენ ადამიანს ну სადა ვართ, ეხლა ჩვენ ბრუკლინზე ნაკლები ვართ, ვიდრე ერთ პატარა ბოროზე ნაკლები ვართ, ვიდრე მთელი საქართველო. ვიდრე აი ეხლა რესურსია იმხელა და იმხელა მოთხოვნილებაა, რომ აი ფაქტიურად და მით უმეტეს დღეს უკვე აღარ არის ახალი გემო. აი ახალი გემო იყო მე რო გავხსენი მაშინ და 13 წლის წინ, 14 წლის წინ და ეხლა არის ყველაფერი როგორც ვაუ, ქართულია, ქართულ ღვინოზე. აი მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ღვინოზე არის ფანტასტიკური მოთხოვნილება, იმიტომ რომ ჯერ მე მართლა მისანად მეღვინებს ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ მე უფასოდ უნდა მომცეთ ღვინო. მე თქვენ რეკლამა გაგიკეთეთ, აი ესე გამოვარდებოდი ხოლმე, იმიდან რომ შარდონეს არა დაიწყებდნენ. მეთქი რა პინო გრიჟიო, რა შარდონე, ნახე რა საფერავი, რა რქაწითელი გვაქვს, რა გვაქვს და
აი ასე წრუპაწრუ თასები მქონა ფიალები, ამით ვასინჯებდი სულ ყველას, აი გამისინჯე, აი პატარა ყანწებით. და ესე მოვედით, იცი, ფაქტურად შექმნა გარკვეულწილად ის მოცემულობაც ერთ-ერთი ფაქტორია, რომ დღეს არის ქართული ღვინისთვის ამერიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი. მადლობა, ძალიან დიდი. წარმატება თქვენ ოკეანის ორივე მხარეს, იმიტომ რომ ვიცი რომ აქაც გეგმები გაქვთ და იმედი მაქვს გვექნება ჩვენ შესაძლებლობა რომ მივადევნოთ თვალი და მოვიკითხოთ შემდეგ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი ეჭვი არ მეპარება ნამდვილად თქვენი მაგალითი ამას მოწმობს პრინციპში წარმატება დიდი მადლობა მაია აქვავივა Oda House-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი სანამ რეკლამაზე გავალთ უნდა დაგიტოვოთ სიუჟეტი ორი შავი ბისკვიტი და ერთი თეთრი კრემი ესე იგი რაზეა ლაპარაკი ყველა მიხვდებოდით Oreos ისტორია უნდა მოგიყვეთ ახლა და თან რაღაცნაირად ჰორეკა სექტორში დავრჩეთ რეკლამის შემდეგ კი ცოტა სხვა მიმართულებით საგანმანათლებლო სფეროსკენ ვინაცვლებთ და გველოდეთ. ნებისმიერი გამლელი რომ გააჩერო და ჰკითხო თუ რა ასოციაცია შეექმნება სიტყვა ორცხობილაზე, მათი დიდი ნაწილი Oreos დაასახელებს, რომელიც თავის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მისი შექმნის ისტორია იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმ დროს, როცა ამერიკაში მზარდი საკონდიტრო ინდუსტრია ახალ იდეებს ეძებდა. 1898 წელს რამდენიმე მსხვილმა საცხობმა კომპანიამ გაერთიანება გადაწყვიტა და დააარსა National Biscuit Company, შემოკლებით Nabisco, რომელიც მოგვიანებით Oreos შემქმნელი გახდა. თავდაპირველად Nabisco წარმატებით ყიდდა ისეთ პროდუქტებს, როგორიც იყო Barnum's Animal Crackers, პატარა ცხოველის ფორმის ბისკვიტები, რომლებიც ცირკის გალიის ფორმის ყუთში იყიდებოდა. ამ ინოვაციურმა შეფუთვამ კომპანია საყოველთაოდ ცნობილ ბრენდად აქცია და სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად Oreos შექმნასაც. 1912 წელს Nabisco-s გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ახალი ტიპის ბისკვიტი, ორი დეკორატიული შოკოლადის დისკო თეთრი კრემით შიგნით, თუმცა ეს იდეა სრულიად ახალი არ ყოფილა. 1908 წელს კომპანია Sunshine Biscuits-მა უკვე გამოუშვა მსგავსი ორცხობილა სახელწოდებით Hydrox. მიუხედავად იმისა, რომ Nabisco-მა არასდროს აღიარა, რომ სწორედ Hydrox-ი იყო მისი შთაგონება, Oreos დიზაინი და კონცეფცია იმდენად ჰგავდა მას, რომ ამ ორ პროდუქტს შორის მსგავსება აშკარად ჩანდა. თუმცა Oreo-მ სწრაფად მოახერხა კონკურენტის გადაფარვა, მას უფრო დახვეწილი გემო, უკეთესი მარკეტინგი და მიმზიდველი შეფუთვა ჰქონდა. Oreos სავაჭრო ნიშანი ოფიციალურად დარეგისტრირდა 1913 წლის 12 აგვისტოს, ხოლო პროდუქტი გაყიდვაში 1 წლით ადრე გამოვიდა. თავდაპირველად ის იყიდებოდა სახელწოდებით Oreo ბისკვით, რომელიც მოგვიანებით რამდენჯერმე შეიცვალა, სანამ საბოლოოდ 1974 წელს მიიღო თანამედროვე სახელი Oreo Chocolate Sandwich Cookie. საინტერესოა ისიც, რომ თავად Nabisco-შიც არავინ იცის, რატომ ჰქვია ამ ბისკვიტს Oreo. ერთ-ერთი ვერსიით სახელი წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან ოქრო, რაც Oreos ადრეულ შეფუთვებზე გამოყენებულ ოქროსფერ ფერს უკავშირდება. სხვა თეორიებით სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან oros, ანუ მთა. სავარაუდოდ Oreos ერთ-ერთ საცდელ გორაკის ფორმის ვერსიაზეა მინიშნება. კიდევ ერთი მოსაზრებით სიტყვა შეიქმნა ისე, რომ creamy-დან ამოიღეს re და მოათავსეს ანუ os შორის Oreo. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, Oreo გახდა არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, არამედ ეკონომიკურად ყველაზე წარმატებული ტკბილეული. 1912 წლიდან დღემდე გაყიდულია 9 ტრილიონზე მეტი Oreos ორცხობილა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ორცხობილად აქცევს. 2023 წლის მონაცემებით Oreos წლიური გაყიდვების $3 მილიარდ აჭარბებს და მხოლოდ ამერიკაში ბრენდის ბაზრის სტილი ორცხობილების კატეგორიაში დაახლოებით 70% აღწევს. Oreos პროდუქცია იყიდება 100-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი მწარმოებელი კომპანია დღეს ეკუთვნის კორპორაცია Mondelez Internationals, რომელიც Nabisco-s მემკვიდრეა. Oreos წარმატება არ შეჩერებულა მხოლოდ კლასიკური ფორმულით. კომპანიამ წლების განმავლობაში განავითარა ასობით ვარიაცია: Double Stuff, Golden Oreo, Mint Oreo, Birthday Cake Oreo, Mega Stuffy და ასე შემდეგ. ამ მრავალფეროვნებამ განაპირობა ის, რომ ბრენდი გახდა არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ კულტურული ფენომენი. Oreos იყენებენ დესერტებში, ნაყინებში, ტორტებში და უსასრულო რაოდენობის ტკბილეულში. მიუხედავად უამრავი გემოსა და თემატიკის ცვლილებისა, შოკოლადის დისკოს დიზაინი პრაქტიკულად უცვლელია. დღევანდელი დიზაინი, რომელიც 1952 წელს შეიქმნა, თითქმის უცვლელად ინარჩუნებს კლასიკურ იერს. გარდა ამისა, Oreos ფინანსურ წარმატებაში დიდ როლს თამაშობს მისი მარკეტინგი. ბრენდის სლოგანი Twist, Lick, Dunk უკვე 10 წლეულებია ტკბილეული სამყაროს კლასიკად იქცა. სოციალური მედიისა და კოლაბორაციების მეშვეობით Oreo აქტიურად ინარჩუნებს ახალ თაობასთან კავშირს. მისი კამპანიები თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Supreme, Pokemon,
ბრაუნი, ლედი გაგა და სხვები. დღეს ორეო მხოლოდ ორცხობილა აღარ არის, ის არის გლობალური ბრენდი. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან შეინარჩუნა ის, რაც თავიდანვე წარმატების ფორმულა იყო. მარტივი, მაგრამ უნიკალური გემო, უცვლელი იდენტობა და უწყვეტი ინოვაცია, რომელიც მას საუკუნის ტკბილეულად აქცევს. რაც შეეხება რეცეპტს, ორეოს ცნობილმა კრემა, რომელიც მის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს, წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ შეიცვალა. მისი შემქმნელი იყო ნაბისკოს მთავარი მეცნიერი სემ პორცელო, რომელსაც ხშირად მისტერ ორეოს უწოდებენ. მისი კლასიკური კრემის ფორმულა დღემდე თითქმის უცვლელია, გარდა ლიმიტირებული სეზონური გემოების. ნაბისკოსა და მომხმარებლების აზრით, ორეოს რეცეპტი და დიზაინი იმდენად სრულყოფილია, რომ არაფერია შესაცვლელი. ორეო დარჩა ისეთაც, როგორცაც ყველა იცნობს და უყვარს და უდავოდ კიდევ მრავალი წელი დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტკბილეულად. თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო ამ სლოგანით პოზიციონირდა ბაზარზე აკადემია სახელოსნო 42. ეს არის თეატრის სახელოსნო 42-ის სივრცეში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ცოდნას, შემოქმედებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აერთიანებს. ინიციატივა მსახიობ მანანა გაზაკოვას ეკუთვნის და მასთან ერთად პროექტში სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორი არის ჩართული. აკადემიის პროგრამები მოიცავს როგორც მეტყველებისა და საჯარო გამოსვლების უნარების განვითარებას, ასევე სცენაზე პირველი ნაბიჯების გადადგმას, ბავშვობის ოცნების ახდენას, მათ შორის თანამედროვე ვიდეო კონტენტის შექმნას ციფრულ მედიაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და ასევე ბავშვებისთვის შემოქმედებით პროექტს წიგნიდან სცენამდე. მოკლედ, რომ ვთქვათ, აკადემია სახელოსნო 42 ადამიანებს თავაზობს შესაძლებლობას, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული რეალიზაციის ახალი გზების საპოვნელად. კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად საქმიან ამბებს აკადემია სახელოსნო 42-ის შესახებ მისი დამფუძნებელი მანანა გაზაკოვა გაგუზიარებს, რომელიც გვერდდება ახლა საქმიანი ამბებით პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან, თან ძალიან საინტერესო ამბით, რომელიც ყველა კარგად გიცნობთ როგორც მსახიობს, მაგრამ ამასობაში ყოფილხართ რაღაცა ბიზნეს ხედვის, სტრატეგიების და ჩვენიანი, ასე ვთქვათ, BMG-ისთვის ძალიან ახლობელი აი ამ თვალსაზრისით. მინდა რომ დავიწყოთ პირველ რიგში ბაზარზე შემოხვედით ერთ-ერთი პირველი, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომელმაც აი ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა და ასინქრონა და შემოგთავაზა უკვე ასეთი ფორმით და მასშტაბით. საიდან გაჩნდა ეს იდეა? რა უძღოდა წინ? ბაზარი მიმოიკვლიეთ, მოთხოვნას მიწოდებით ასე უპასუხეთ, თუ როგორი იყო საფუძველი და როგორ დააშენეთ შემდეგ ეს ყველაფერი ამაზე? მადლობა მოწვევისთვის, ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ფორმატია, მაგრამ საინტერესო გამოწვევა. დაიწყო ყველაფერი მეტყველების კურსიდან. ანუ მეტყველების და კომუნიკაციის კურსი გავხსენით. და კვლევა, ასე ვთქვათ, მქონდა იცით როგორი, ვფიქრობდი, რომ ორი თვე არ არის საკმარისი, რომ ადამიანმა რაღაცა გამოასწოროს, ასე ვთქვათ, ან ახალი უნარჩვევა შეიძინოს მეტყველებაში, როდესაც პირობითად 40 წელი აი ესე იმეტყველა, როგორც იმეტყველა, ან ამ ლოგიკით აწყობდა მეტყველებას და მასში არსებულ სტრატეგიებს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ აი რა უნდა მოხდეს და ჩვენ ყველაზე რთული შესაძენია, ასე ვთქვათ, წავიკითხე სტატისტიკა, რომ აი მაგალითად 21 დღე უნდა ღვედი შეიკრა, რომ მე ის გახდეს ჩვევა. ანუ ყველაფერი ყველანაირი, თუმცა მაგალითად ჩინელები და იაპონელებთან იქ 3000 ჯერ უნდა გაიმეორო. ანუ ყველაფერი არის, ნუ აი თითქოს კი შეიძლება ნამდვილად ამის სწავლა, მაგრამ ძალიან რთულია. განსაკუთრებით, როდესაც საჯარო გამოსვლების დროს ადამიანი ღელავს, იქ კიდე სხვა პროცესები ირთვება. მოგესმით, აი, იწყებს, ვთქვათ, უკანკალებს ხმა, ოფლიანდება, ან წითლდება, ან ფითრდება და რაც მთავარია, სათქმელი ავიწყდება. და აი ამის, ესე იგი, ორ თვეში სწავლება, ფიქრობდი, აი რითი რა უნდა მოვიფიქრო და მოვიფიქრე მინი სპექტაკლები. მინი სპექტაკლები მათზე მორგებული, ამ ადამიანებს საერთოდ არასდროს ამ კატეგორიას, ვინც მოდის მეტყველების კურსზე, თითქმის არავის არ ნდომებია მსახიობობა, უბრალოდ გაჩნდა მოთხოვნილება იმისი, რომ საჯაროდ წარადგინონ თავიანთი პროფესიონალიზმი, ცოდნა და ასე შემდეგ, მაგრამ არა აქვთ ეს კარგად უნარჩვევები, მოდით ესე ვთქვათ, ან რაღაცა აღელვებ და ანერვიულებთ ეს ამბავი. და საბოლოო ჯამში ვერ გამოხატავენ თავის თავს ის
ისე როგორც უნდა გამოხატონ და რაღაცა რესურსიც იკარგება ამ შემთხვევაში ადამიანის. რამდენად სწავლებადია? პრინციპში ეს კურსი უკვე რამდენი თვეა, რაც ჩაშობილია? ჩვენთან თეატრი უკვე 1 წელი. ხო, აი რა გაჩვენათ ამ ერთმა წელმა? რამდენად გაამართლა კონკრეტულად ამ მიმართულებით, რომ შევაჯამოთ შედეგები? სწორედ ამან გაამართლა მინი სპექტაკლებმა. იმიტომ რომ ამ სპექტაკლების შემდეგ მათთვის სამსახურში რაღაცა მცირე ჯგუფთან რაღაცა კრება პირობითად გახდა არაფერი. თვითონაც მეუბნებიან, რომ ჩვენ ისეთი ადრენალინთან შერკინება გამოვიარეთ სცენაზე გასვლა, თუნდაც მაყურებლის ახლობლების წინაშე და ეს ისეთი ნერვიულობა იყო და ჩვენ ისე გადავლახეთ ეს და მოგვიწია ხო ხმის ამოღება, მკაფიოდ საუბარი. ანუ აი ის რაც ჩვენ ვისწავლეთ 2 თვის განმავლობაში, ანუ ეს გადაიზარდა სპექტაკლში და აი ეს იყო შედეგი. ძალიან დიდი, რომელიც მათ თავიანთ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე ვამბობ, ბიზნესმენი იქნება ის თუ ადვოკატი თუ ექიმი, მას მე ის ადგება თავის ცხოვრებაში და ამიტომ ეს სპექტაკლები. მაგრამ შემდეგ მოხდა ესეთი რამ, რომ ლევანი შემოდიოდა ცხადიებით, რომ ეს ჩვენს აკადემიის სცენაზე, სახელოსნო 42 სცენაზე მიმდინარეობდა ეს მინი სპექტაკლები და გაოცდა, რომ თქვენ არასდროს აკდომებიათ რომ მსახიობობავით. ერთ-ორ კითხვაც კი დაუსვა, იმიტომ რომ მართლა უცებ ისეთი ნიჭი გამოავლინეს, გესმის ეს ჩვენი სწავლება, 4 წელი ვსწავლობთ, მე რამდენი პრაქტიკა და მაინც სულ ეჭვებში ვარ და მსახიობებთან, იმიტომ კი არ ვაკნინებ პროფესიონალ მსახიობებს. უბრალოდ ვამბობ, რომ უცებ ესეთი ხალასი ნიჭი წამოვიდა სცენიდან, საოცარი და მან გამიჩნდა იდეა, რომ მოდი გავაკეთოთ კურსი. როდესაც აი მოყვარულებისთვის, ადამიანებისთვის, რომელსაც ბავშვობაში უოცნებიათ, მშობლებმა არ გაუშვეს ეგრას ყოფილ წადი ექიმი გახდი უთხრეს ან ბიზნესი, იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი მაღალანაზღაურებადი სამსახური, ან რა ვიცი 1000 მიზეზის გამო, ან ვერ გაბედეს, უნდოდათ, მაგრამ უკვე აი ამ კატეგორია ადამიანებისთვის გავხსენით კურსი, ოღონდ ზაფხულში, როდესაც იყურება თეატრი, ასე ვთქვათ, არდადეგებზე და გავხსენით კარი არაპროფესიონალებისთვის და პირველი ზაფხული გქონდათ უკვე? გქონდა, ნამდვილად. სოციალურ ქსელში საკმაოდ, ასე ვთქვათ, ხშირად და ინტენსიურად ვრცელდებოდა აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის BMG-ისთვის ნაცნობი სახეები რესპონდენტებიც იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული და რა ჩვენთვის კიდევ უფრო სასიამოვნოა. როგორი იყო უკავშირე რაღაცა პირველი ნაკადის გან და რამდენად არის ეს თუნდაც უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს და ერთ სეზონზე კი აღარ იყოს, არამედ რაღაცა უფრო სისტემური სახე მიიღოს ამ ყველაფერმა. ძალიან საინტერესო გამოძიება. ისე დავმეგობრით კიდევაც. მე აი თეატრს ბევრი რამ შეუძლია. ის რაც ბოჭავს და კრავს ადამიანს ჩაცმულობიდან დაწყებული ხო ოფისში, რაღაცა კაბინეტებია, რაღაცა და აქ ყველა ერთი ვართ. აქ არ არსებობს უფროსი, უმცროსი და მთავარი რაც აერთიანებს ადამიანს ჯგუფს ეს არის სპექტაკლი და იქ მე ეს გუნდურობა, ერთად ყოფნა, აი ახლაც ყველა სპექტაკლზე თითქმის აი დღე გამოშვებით მოდიან, ვართ ერთად, დავმეგობრდით ამასობაში და დავახლოვდით და ასე შემდეგ. მოთხოვნაც წამოვიდა. ძალიან დიდი. თან ჩვენ არ აგვაქვს არანაირი კონკურსი, არანაირი შეზღუდვა, 60+ ადამიანებიც იყვნენ ჩვენთან და სულ პატარა იყო სკოლის მოსწავლე ბოლო კლასში იყო ხოლმე მე-11 კლასში. აბა რა გჭირდება რომ მოვახციოთ თქვენს სახელოსნო აკადემიაში. სურვილი ზაფხულში ღია კარი არაპროფესიონალებისთვის ლევანის, ასე ვთქვათ, პირველი როლი ქვია ამ კურსს და ეს არის ზაფხულობით. და უშუალოდ ბატონი ლევანიც ჩართულია. აუცილებლად ბატონი ლევანი იდგავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის მთელი რა ასეთი რანგის რეჟისორთან ცხოვრებაში ერთხელ მაინც. რა თქმა უნდა მიიღო გამოცდილება მუშაობის ნამდვილად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან, მაგრამ ეს არის, აი ვთქვათ, ესე იგი, ამის შემდგომ ვიფიქრე, რომ მოდი ბავშვებმა რაღა დააშავეს და უკვე აი ამ ეგიდით გავაერთიანე ეს ორი კურსი, მეტყველების კურსი და პირველი როლი, ასე ვთქვათ და
გავხსენით ახლა წიგნიდან სცენამდე. რომელსაც უძღვება თამარ ბუხნიკაშვილი, ძალიან კარგი მსახიობი იცით ალბათ და არაჩვეულებრივი ადამიანი და რაც მთავარია, ძალიან გამოცდილი პედაგოგი, იმიტომ რომ ბერიკები იყო ასეთი გვახსოვს. ხო და იქ 15 წელი ასწავლიდა, ასე რომ ბავშვებთან დიდი პრაქტიკა აქვს მუშაობის და სწორედ მას ვანდეთ, ასე ვთქვათ, ყველაზე სათუთი საზოგადოების წევრები. და წიგნის კითხვა მოგეხსენებათ ყველა მშობლებს ძირითადად რო არ აქვთ, ისედაც ეს ბავშვები ძალიან გადატვირთულები არიან, მილიონ რაღაცა ადგილს დაყავთ, ხო, იქ სწავლა უცხოენა, სპორტი, ასე შემდეგ და ეს წიგნის კითხვა რაღაცა ისეა დარჩენილი. თან ეს უზრუნველყოფს კიდეც მეტყველების დახვეწას, აუცილებლად აგიხსნით როგორ არის. ესე იგი წიგნს რომ ვკითხულობთ, შემდგომ ვარჩევთ, შემდგომ აუცილებლად ვაკეთებთ სავარჯიშოებს მეტყველების, სუნთქვის, რაც ბავშვებს შეუძლიათ ხელეწიფებად, შემდგომ მერე ვაპიესებთ ანუ პიესად ვაქცევთ, იმიტომ რომ დრამატურგია სხვა არის, დამწერლობა სხვა არის, ხო, აი ვთქვათ, იქ ბუნების აღწერა, როგორ დამეგობრდნენ, მსჯელობთ და მერე ვთამაშობთ, განვასახიერებთ ამ გმირებს. აი ესე იგი ფინალი იქნება ესეთი, რომ ეს ბავშვებს დარჩეთ სამახსოვროდ, სამუდამოდ, ესე იგი მე მგონია, რომ ეს იქნება წარუშლელი სამთვიანი ესეთი კურსი, თითო დიდი ნაწარმოები. შემდგომ მე სხვა ნაწარმოებს ავიღებ და სხვა ნაკადთან იქნება თუ იგივე ნაკადთან არა აქვს მნიშვნელობა, გავაგრძელებთ მუშაობას. ასაკობრივი დიაპაზონი როგორია? იცით რა, ჯერ მოვსინჯეთ, ვინც მაინც წერს უკვე ბავშვები, წერენ 8 წლიდან ესე, იმიტომ რომ სუპატარებისთვის მაინც ალბათ რთული იქნება რომ აი ნახოთ აი ჯერ 8 წლიდან 12-მდე გვაქვს ესეთი ჯერ ზღვარი, მაგრამ იმედი მაქვს რომ მე და სრულად თან უნდა უზრუნველყოფს თუ კიდევ არიან სხვა ადამიანებიც ჩართულები? არა სრულად თან უნდა უზრუნველყოფს და მცირე ჯგუფები გავაკეთეთ. აი აქ ცოტა შეზღუდვა გვაქვს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ არ უნდა ეს არ უნდა იყოს კონვეიერის სისტემით, რომ აი უბრალოდ რაოდენობაზე და მესმის რომ ბიზნესისთვის ალბათ სწორია სხვა რამ, მაგრამ ყველაფერი ფინანსები არ არის. რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია ზოგ შემთხვევაში. და ზოგჯერ კი არა და რეპუტაცია ყოველთვის უფრო ძვირად ფასობს. მეც ეს შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მარტო ესეც არ არის თქვენი პორტფელი, კიდევ იტევს მათ შორის ციფრული სამყაროდანაც მიმართულებებს, ესეც საინტერესოა რომ გაგვიზიაროთ. თან ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ამ მიმართულებებზე კიდევ უფრო მზარდია მოთხოვნა, რაც დინამიკაში კლებაში არ წავა. ნამდვილად და აქაც ცოტა სხვა კუთხით მიუდექით, აი გეტყვით, ყველაფერი მაინც ეძღვნება მის უდიდებულესობა თეატრს. ეს არის არა მარტო სივრცეს ვიყენებ და თეატრს, არამედ მაინც ამ კუთხით უყურებთ. კურსი, ვისაც მიყავს, ანუ დღეს მართლა აი შეუძლია ნებისმიერ ChatGPT დაგიწერს კონტენტს მოგიფიქრებს, რა ვიცი, ჩაუყრი მინიმალური ინფორმაციას ან მაქსიმალურს და თითქოს ყველაფერს დაგილაგებს. მაგრამ დრამატურგია აქვს ყველაფერს, ბიზნეს ყველაფერს საერთოდ. ყველგან არსებობს დასაწყისი, შუა და ბოლო. ეს არის აი ესეთი ყველაზე პრიმიტიულ დონეზე გიხსნით, რაც არის, ვთქვათ, სათავე დრამატურგიისა. თეატრცოდნეს თამუნა ლალიაშვილს მიყავს ეს კურსი. სწორედ იმიტომ, რომ ის ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ, კონტენტი, ასე ვთქვათ, რომელსაც ვეძახით, რომელიც უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ChatGPT-ის მოფიქრებული, ან ვიღაცა მშრალად დალაგებული რაღაცა კონტენტი. გესმით, რომ იქედან გამომდინარე, თქვენ რა გსურთ, თქვენ რა გინდათ, რომ მოახსენოთ მსმენელს, მაყურებელს, ხო? აი თქვენი, ვთქვათ, ბიზნესის შესახებ იქნება თუ რაღაცა, ხო, ბიზნესის შესახებ მოდით ყველაფერს ერთი დიდი სიტყვით დავარქვათ, ხო? ჩვენ ყველა რაღაცას ვყიდით, შეიძლება უხეში ნათქვამია, მაგრამ გამოცდილებას, ცოდნას, თუნდაც ასე, ხო? მე ჩემი პროფესიით საკუთარ თავსაც, ხო? ჩვენ რაღაცნაირად უბრალოდ ესეთი კურს მე მგონი ამასაც მივაჩვევით, რომ ასე შევხედოთ ამ მოცემულობას. დალია და აი ინდივიდუალურად რომ იპოვოს ადამიანმა სივრცეში თავის თავი. ამ სივრცეში მე ვამბობ
ინტერნეტით, თქვათ, გააკეთოს თავის ბიზნესის პრეზენტაცია თვითონ და იყოს აი რაღაცა ორგანული და არა დაწერილი ტექსტით. და შექმნას ვიდეო კონტენტი. და შექმნას ვიდეო კონტენტი და იქ თამარი მარტო არ იქნება, რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები და რამოდენიმე მენტორი, ძალიან ისეთი არ დავასპოილერებ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისეთი, ვინც ამ დარგში ძალიან გამოცდილი და საინტერესოა და ისინი წაიყვანენ ამ ლექციებს, რაც აი ტექნიკურ ნაწილს ეხება და შემოქმედებით თამუნა. აი რა არის ის უნიკალური ნიშა ხელწერა, რითაც აპირებთ რომ კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოთ, იმიტომ რომ აი ციფრული მიმართულებით საკმაოდ გაჯერდა თითქოს ბაზარი, თითქოს ბევრი კურსი ჩაეშვა, ბევრი პლატფორმა შეიქმნა ამისთვის. რა იქნება თქვენი, ასე ვთქვათ, ის განმასხვავებელი ნიშანი სხვებისგან? აი ზემოთ მოგახსენეთ კიდევაც თეატრი და ის ადამიანები, ვინც კარგად იცის შიგნიდან თეატრი, ხვდება მის სიღრმეს და მასშტაბურობას. თეატრს აქვს ის თვისება და ის თვისებები, რომელიც ყველაფერში გჭირდება. პირველ რიგში ძალიან ხშირად თუ დაკვირვები ხართ ალბათ კი პოლიტიკოსები განსაკუთრებით იყენებენ კნინობით ფორმაში რა თეატრი რა სპექტაკლი მოგვიწყეთ აქ და რაღაცა სულ რაღაცას ყოველთვის ყოველ ჯერზე გული მტკივა და ბრაზობ ცოტა არ იყოს ნაკლებ უვიცობაზე პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ თეატრი არ არის ტყილზე. თეატრი ტყილის შესახებ მხოლოდ სიმართლეზეა, გულწრფელობაზეა. აი ახლავე დაგიმტკიცებ, რომ მე არ ვაჭარბებ. რომელი მსახიობი მოგწონს? რომ თითქოს იგივეაო. დენი რომ არაფერს არ თამაშობს, ის პერსონაჟი ხდება, ვამბობთ ჩვენ, როდესაც აქვთოვანდებით ჰოლივუდის მსახიობით, ხო, ვინმე? ან თუნდაც საქართველოში. ის მოგწონს, ვინც თითქმის არაფერს არ თამაშობს ბჭყალებში. ანუ ის თამაშობს, ოღონდ ისე გულწრფელად, ისე ნამდვილად, როგორც ვერავინ. და გულწრფელობა ყველგან გჭირდება. ხო, რა არის? ამის სწავლა თითქოს შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია და თეატრი მოიცავს ზუსტად ამას. აქ არის ფსიქოლოგიაც, აქ არის ბუნება ადამიანის, იმის შერწყმა, მეტყველებაც, მოქმედებაც და აი ეს ყველაფერი, ფსიქოლოგობაც, ანუ ფსიქოლოგია ადამიანის თეატრი არის შემეცნება ადამიანების, ხო, ჩვენ შევიცნობთ, როგორ ვირგებთ როლს, ხო? ანუ როგორ შედიხარ როლში, ეს კარი არ არსებობს, ეს არის აქ, ეს კარი, ხო, თავში. ანუ მე ვიგებ ფსიქოლოგიას ადამიანის, მე ვიგებ მას რა უნდა, მე ვირგებ ჩემთვის და მე ამ წავდგები თქვენს წინაშე. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს და როლები ბევრია, დრამატურგია და ჩვენ უკან გვიდგანან შექსპირი, ჩეხოვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენზე ბევრად ჭკვიანი ხალხი. გეგმები რა არის? ეხა ეს დაგვიტოვეთ, ანონსად 2 წუთი გვაქვს დარჩენილი და აუცილებლად მინდა რომ რაღაცა წელი როგორ გაქვთ გაწერილი უახლოესი. კიდე გვაქვს აი ახლა რამოდენიმე კურსი ვემზადებით ამატებთ და ვამატებ და მინდა რომ აკადემია სახელოსნო 42 ჯერ პატარაა და გამომწერიც კი ცოტა ყავს, სულ რაღაც 600 მეგობარი ყავს, მაგრამ იმედია რომ ჩვენ გავიზდებით და ნელ-ნელა ყველაფერი სოფელით საშენდება. მით უმეტეს თეატრის სახელოსნო გიმაგრებთ. რა თქმა უნდა და სცენა და ბატონი ლევანი და ამ ხრივაც როგორი სეზონი როგორ გახსნით, ესეც მინდა რომ ვერ გაგიშვებთ ისე. აუცილებლად ერთ ჩანართს გავაკეთებ და რაც თავარია სულ გოგოები ვართ. ქალური ძალა. ნამდვილად, ხო, აი ესეთი ახალგაზრდები გვყავს, ვინც ამ PR-ს, ასე ვთქვათ, და ყველაფერს აგვარებს, გვანცა, მარიამი, ნინი, მოკლედ სულ პატარა გოგოები და მე ისე მიხარი ახალგაზრდებში მუშაობა, აი ძალიან. წარმატება თქვენ თელ თქვენს გუნდს ორივე მიმართულებით თეატრის სახელოსნო 42 რომელიც აი მახსოვს ჯერ კიდე ახალ ნაბიჯებს რო დგამდა იკა მაზმიშვილი იყო ჩვენი სტუმარი და აი იქიდან მახსოვს ასე ვთქვათ რაღაცა თითქოს დაბადება განვითარება ამ თეატრის რომელსაც ძალიან გულშემატკივრობთ ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორთან ერთად და თქვენ აკადემიის ფარგლებში კიდევ და კიდევ ძალიან დიდი წარმატება განვითარება და ბევრი კურსი და ბევრი აქტიური სტუდენტი
თქვენ სანგარიშზე. მადლობა მანანა კაზაკოვა აკადემია სახელოსნო 42-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეკუთვნიშვილთან ერთად. მე უკვე ხვალამდე გემშვიდობებით ერთმანეთს ისევ აქ და ამ დღეს შევხვდებით.